სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა უაღრესად საინტერესოა და ეხება ქართულ სივრცესაც. რატომ არის დღეს ამერიკაში ევანგელიზაციისადმი ასეთი გულგრილობა და აზიაში კი პირიქით? მე ესე დავასათაურე. ამ კითხვას სვავს ენდი, რომელიც არის შრი-ლანკელი. მიაქცეთ ყურადღება და თუ არ იცოდით, შრი-ლანკაში არის ბევრი ქრისტიანები, როგორც ინდოეთშიც, მაგრამ ჩინეთში კიდევ უფრო ჭარბობს. და იცით რომ იაპონიაში რა ძალიან დიდი ძალისხმევა იყო, ამაზე ჯონ მაკარტური ილაპარაკებს და ბევრი არ არის ქრისტიანი იაპონიაში, გასაოცარია რა და ჩინეთში კიდევ გადახედეთ ჩინეთს ღმერთმა როგორ მოხედა და დღესაც მე უსმენდი ესეთი არის ქრისტიანული ტელევიზია CBN და იქ იყო გადმოცემა რომ დევნა გრძელდება ქრისტიანებზე კომუნისტური პარტიის გაკონტროლების გარეშე არავის არ შეუძლია პასტორი გახდეს და ღიად უქადაგოს ვინმეს, ასევე ბიბლიებზე იყო რომ ბიბლიებში ყველაფერი არ ესწავლებინათ, მოკლედ დევნა მიდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახეთ ჩინეთს ღმერთი როგორ მადლს აძლევს იმის გამო რომ იქ ქრისტიანები არიან ბევრი. ნახეთ და პირიქით ეს მადლი წაერთვა იაპონიას, იქათ იცით რა ამბები არის იაპონიაში, ჯერ მარტო ბუნებრივი ისინი რა ხდება ხო ცუნამების და მის თვალსაზრისით და ასევე იყო სამხრეთ კორეაც. გადახედეთ ჩრდილო კორეა, გადახედეთ სამხრეთ კორეა. ხედავთ როგორია განსხვავება და თაივანშიც კი ძალიან ბევრი ქრისტიანები მე უშუალოდ გავიცანი ისინი და აქაც სადაც მე მიწევს სიარული ტორონტოში არის უბანი მარკემი. ძალიან აი ყველაზე კარგი უბანია, იმიტომ რომ ბევრი ქრისტიანი ჩინელი არის იქ. თაივანიდან, ჰონგ-კონგიდან წამოსული და აღავლაპარაკობ თვითონ თავარი ჩინეთია, mainland China-ს რასაც უძახიან, იქაც უკვე ბევრი ქრისტიანები არის. და ეს კითხვა აინტერესებს ენდის. მოდით მოусვინოთ ენდის. პასტორ ჯონ, მე მქვია ენდი. გამარჯობა ენდი. მე ყოველდღე ვლოცულობ თქვენი მსახურებისათვის. ეხლა ჯონ მაკარტური ეკითხება. ახლა მე მინდა ვიცოდე რომელი ქვეყნიდან ახართ, იმიტომ რომ ნახავთ სურათზე მე ფოტოს დავადე, თავიდან ძნელია ხო ადამიანი გამოიცნო, როცა მსგავსი შეიძლება გარეგნობა კონდეს ბევრ აზიურ ქვეყნებიდან ადამიანებს. შრი-ლანკიდან ვარ. ეხლა საიდან მიიღეთ ეს სახელი ენდი? შრი-ლანკაში მე მგონი არავის ქვია ენდი. დიახ, სინამდვილეში მე მქვია ანურა. მეც ასე მეგონა. თქვენ ერთადერთი ენდი ხართ შრი-ლანკიდან და მომწონს მე ეს. განაგრძეთ ენდი. სინამდვილეში 2 წლის წინ, როდესაც მე ამბოხე კაცი ვიყავი და თქვენ ქადაგებას მოусვინე, თქვენი სახურებით გადავრჩი. ამიტომ მე ყოველდღე ვლოცულობ თქვენთვის. გმადლობთ ენდი. მე მაინტერესებს, რატომ არ არის მეტი მოქცევა ამერიკაში? რატომ არ არის ადამიანები დაინტერესებული მეტი ევანგელიზაციისათვის? ამიტომ მე მინდა კითხვა დაგისვათ ამის შესახებ, რომელიც ჩემი ცხოვრებისეული გატაცებაა, რომ ვიყო კარგი ევანგელისტი. იცით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, მესამე სამყაროს ქვეყნები, განსაკუთრებით შრი-ლანკა. იქ იმდენი დევნა, რომ ხალხს ციხეში ყრიან და ხალხს ევანგელიზაციისთვის კლავენ კიდევაც. ამჟამად შრი-ლანკაში იღებენ კანონს, რომლის მიხედვითაც თუ ევანგელიზაციით შენ დაკავდები, შეიძლება ციხეში მოხვდე. მაგრამ მე ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში ევანგელიზმი მაინც გრძელდება და პირიქით ყვავის. მუქარის ქვეშაც ხალხს არ ეშინია ევანგელიზაციის. მაგრამ მე ვხედავ ისეთ ქვეყნებში, როგორც ამერიკა და დასავლურ ქვეყნებში, მთელი თავისუფლების მიუხედავად, თითქმის არ არიან ადამიანები, ვისაც ეს ევანგელიზაციის სურვილი ქონდეს. ასევე მინდა კითხოთ, როგორ შემიძლია მოტივაცია გაუწევდეთ ჩემ ძმას ან დას, რომელიც გულგრილია ევანგელიზაციის მიმართ, რათა მათაც ასე მოიდომონ ევანგელიზაცია. და ჯონ მაკარტური. კეთილი ენდი, მადლობა. პირველ რიგში ვიცი რომ შენი გადაცება, რადგან ასე გულმოდგინე და გულუხვად საუბრობ ამ თემაზე. მე უბრალოდ გეტყვით, საუკეთესო გზა სხვა ადამიანები რომ ჩაერთონ ამ იმაში არის თქვენი საკუთარი მოდელი და მაგალითი. ისინი შევხედავენ თქვენ და ესე უნდა გადაედოს მათაც ეს სურვილი. ერთ რამეს კიდე ვიტყოდი შრი-ლანკასა და მსგავს ადგილებთან დაკავშირებით. თქვენ გააკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარები და დაკვირვებები მოგვაწოდეთ, სადაც მართლაც ქრისტიანების სერიოზული დევნაა. და ამიტომაც ყველა ცრუ ყალბი ფარისეველი ქრისტიანი ქრება. ისინი უბრალოდ იქ აღარ რჩებიან. ერთადერთი ქრისტიანი, რომლებიც ამ გარკვეულ დევნას განიცდიან, განსაცდელის წინაშე დგანან, ესენი ნამდვილი ქრისტიანები არიან. ასე არ არის?
და ნამდვილი ქრისტიანები როგორც წესი ევანგელისტები არიან და არ ეშინიათ ციხისა და სიკვდილის. მათ უფრო მეტი შიში აქვთ ღვთის, ცოდვისა და დაუმორჩილებლობის გამო. ასე რომ ფიქრობ ამერიკაში თუ ყველა ესეთ ზედაპირულ ნომინალურ ქრისტიანს ჩვენ ადამიანს ჩამოვაშორებთ, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, ალბათ ვიპოვეთ იგივე ხარისხის ერთგულებას. ჭეშმარიტ მორწმუნეებს. უბრალოდ თქვენ შეიძლება ვერ შეხვდით ამას და არ ჩანს ეს. რომლებიც იესო ქრისტეს სახარების დიდებას იზიარებენ, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. უბრალოდ იმ ადამიანთა რაოდენობასთან შედარებით, ვინც ქრისტიანად თავს აცხადებს, იმ ადამიანის რიცხვი, ვინც აგრესიულად ავრცელებს, ძალიან ცოტაა. და მე ვფიქრობ, რომ დღესაც არიან ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან აქაც და ყველგან. და უფრო აგრესიულად უნდათ კიდევაც, რომ სახარება უქადაგონ ყველას. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ერთგვარად ანესთეზირებულები არიან და რაღაცნაირად მდორედ მიდის მათი ცხოვრება. ერთგვარად დათრგუნულები არიან. იმიტომ რომ მათმა მქადაგებლებმა გადაწყვიტეს და ეუნებიან ამ მრევლს, რომ თუ შენ გაბედული იქნები, ეს არ არის კარგი და შენ უნდა იყო მიმტევებელი. კონფრონტაცია არ არის კარგი. დღეს ეს არის გავრცელებული დასავლურ სამყაროში. პოლიტკორექტულობა, ტოლერანტობა და არ შეიძლება სახარების წარდგენა ისე, რომ შენ ვიღაცა შეურაცხყო. რომ ცოდვის წინაშე ისე დააყენო ადამიანი და ამხილო, რომ ელაპარაკო მას სამჟავროს და ჯოჯოხეთზე საუბარი, რომ ეს ბევრგან უკვე კანონითაც იკრძალება. ამიტომაც ეს პასტორები ამბიონიდან თავს იკავებენ, რომ მრევლს მოუწოდონ ევანგელიზაციისაკენ. ისინი ყველანი თავის ცხოვრებით მიედინებიან და ეკლესიები უკვე კლუბებად და სოციალურ თავყრილობად გადაიქცა. ისინი უბრალოდ ამშვიდებენ თელ თავის ხალხს და ერთგვარად ქრისტიანულ გაშეშებაში ყრიან მათ. და არა როგორ ჯარისკაცები, რომლებიც მუდამ მზადყოფნად უნდა იყვნენ მაღალ დონეზე, რომ ეძებდნენ ყოველგვარ სულიერ შესაძლებლობას ბრძოლისათვის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ დასავლური ან ამერიკული საქმე. ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველგან არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, სადაც ქრისტიანები იდევნებიან, ყველაზე წმინდა ეკლესია იქ არის. და ესმით ამ ხალხს ამის ფასი. ისინი დევნილები, მოტივირებულები არიან სულიწმინდის მეშვეობით და მათ გულებში ერთგულნი არიან სიკვდილამდე. აი გულისხმობ, ახლა შეხედეთ ჩინეთს, ეკლესიას ჩინეთში. იმიტომ თქვენ ახსენეთ ეს. იქ ასობით მილიონი ჭეშმარიტი მორწმუნე არის, რომლებიც იატაკქვეშ იზრდებოდნენ მაო ძედუნის და ჩინური კომუნიზმის აყვავების დროს. ეხლა პარალელში შეხედეთ მეზობელ ქვეყანა იაპონიას. მათ ყურისძირში არის იაპონია. 250 მისია, 350 მისიონერული საბჭო ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიაში სიტყვით 1 საუკუნის განმავლობაში. ჰადსონ ტეილორის მსგავსი ადამიანი, ჰადსონ ტეილორი იყო ყველაზე დიდი მქადაგებელი ჩინეთში. და მისი მსგავსი ადამიანები იაპონიაში ავრცელებენ ქრისტიანობას და დღეს პრაქტიკულად არც ერთი ქრისტიანი იქ არ არის. ჩინეთში ახლა მისიონერები არ არიან და ასობით მილიონი მორწმუნე დევნილ გარემოში ავრცელებენ ამას. ნაწილობრივ ეს ღვთის ძალითაა განპირობებული, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სადაც დევნა ხდება, ეკლესია კი წმინდება და ეკლესია ამ დევნით იკვებება, რადგან ის ერთგული უნდა იყოს უფლის მიმართ. მას სულიწმინდა აძლიერებს და ის აგრესიულად ქადაგებს და ეკლესია ყვავის. ვფიქრობ, თუ მთავრობებს ქრისტიანობის აღმოხვრა სურთ, მათ ერთი რამე უნდა გააკეთონ, ის სახელმწიფო რელიგია დაქციონ და ეს ყოველთვის გამოადგევათ, აი როგორც მართლმადიდებლები საქართველოში. როდესაც არ იყო ეს ასეთ დონეზე აყვანილი, გადახედეთ, ხალხის რწმენა უფრო იყო, ვიდრე ეხლა, რაც ხდება საქართველოში. თუ გინდა თქვენ გაანადგუროთ ეკლესია, გახადეთ ის ოფიციალური. ყველა ქრისტიანად აქციეთ.
გააკეთეთ ისე, როგორც კონსტანტინემ გააკეთა. ყველა მონათლეთ, ყველას ქრისტიანი უწოდეთ და ის გაქრება. და ჯონ მაკარტური იზიარებს იმ აზრს, რასაც თქვენ ხშირად მოგისმენთ ბატონ თეოფილესაგან, ასევე ბევრი სწორი მქადაგებელი ასე უყურებს, როდესაც ქრისტიანების დევნა შეწყდა და კონსტანტინემ ეს გახადა სახელმწიფო რელიგია, სატანა ეკლესიაში შევიდაო. ყველა ამას იზიარებს. ეს იყო უკანსვლა ქრისტიანობაში და არა პირიქით, რაც კათოლიკებს და მართლმადიდებლებს გონიათ და ზეიმობენ ამას. მაგრამ თუ გსურთ, რომ ის აყვავდეს, თქვენ უნდა დაიწყოთ მისი დევნა. და ეკლესიას უფრო მეტად გააძლიერებთ, თითქოს და ცეცხლს რო ნავთს დაასხავთ. ამის შემდეგ სუფთა ეკლესია დარჩება, გაწმენდილი და ეს უკვე ძლიერი ეკლესია. კარგი თენდი. გმადლობთ, კარგი კითხვა.